რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ნოდარ გელენავას. ნოდარ გელენავა დავიბადე ქალაქ სოხუმში. ბედმა მარგუნა ბედნიერება რო აღმოჩნდი შოთა რუსთაველის სახელობის ნომერ 1 საშუალო სკოლაში, სადაც ბრწყინვალე საზოგადოება დამხდა, თუ ასე შეიძლება ითქვას, ნორჩებზე. პირველივე ნაბიჯებიდანვე ჩვენი კლასი აღმოჩნდა შემართული, ძლიერი, ინტელექტუალურად. ამისათვის ისიც გმარალბად ითქვას, რომ აფხაზეთის ნაკრების 3 წევრი ჩვენი კლასელები იყო. რამაც გარკვეულწილად ბავშვობის ეტაპზე მიბიძგა იმით, რომ დავსაქმებულიყავი ჭადრაკით. მე ნოდარი ზურიდადიანი ჭადრაკს თამაშობდით, ნონა ზარქოა. პირველ ყოვლისა გამოყოფდი მის დიდ ოჯახს, აი დიდი ტრადიციების ოჯახს, პედაგოგს, მამამის ტარას იბიძიას, რომელიც მათ ალბათ ბავშვობიდანაც დაუნერგა პედაგოგიკის ნიჭი და მე როცა ჭადრაკს დავუახლოვდა, მოჭადრაკე გახდა, ნაკრებში თამაშობდა, წარმატებებს მიაღწია და მე აირჩია ეს მწვრთნელის გზა, ეს ძალიან რთული გზა. რთული შრომა საერთოდ. დღემდე მიყვება მას. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია. ჭადრაკის ფედერაციას ჩაუდგა სათავეში ყველაზე ძნელ პერიოდში. ჩვენ პატარობისას უკვე დავდიოდით სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე, მოსწავლეთა პირველობებზე, სენაკში, თბილისშიც ვიყავით, ქუთაისშიც. სოხუმი იყო ჭადრაკის მექა, ესე ვთქვათ. იქ ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობები, საერთაშორისო ტურნირები, მემორიალები. ქალბატონი ნონა უამრავჯერ არის დამყოფი და უთამაშია ჩვენთან ტურნირებზე. ტალი ჩამოდიოდა, სმისლოვი, ბოტვინიკი, როდესაც ჩვენი მშობლები წაგვიყვანდნენ თეატრში. და ტურნირი იმართებოდა თეატრში და მთელი ეს მოსახლეობა რუბიჯეკი და უშემოადგენლები და მას ალბათ იქ დაიწყო ის პირველი სიყვარული ჭადრაკის მიმართ. შემდეგ ისე გაგრძელდა ჩემი ცხოვრება, რომ მე ჩავაბარე ჭადრაკის ფაკულტეტზე და დავამთავრე პროფესიონალი მოჭადრაკე გავხდი, ასე ვთქვათ, პროფესიონალი მწვრთნელი. და დაუბრუნდი ჩემს კერას, ჩემს სოხუმს. სოხუმში მაშინ რაღაცა ახალი ტალღა დაიწყო. არა მარტო მხოლოდ ჩემი ჩამოსვლით. იგივე მიშა იაელიანის სპორტის ოსტატი, რომელიც ჯარიდან დაბრუნდა, იგივე ბატონი რევაზ დადიანი, მე, ჩემი უშუალო მწვრთნელი გიორგი ვარამიძე, რაღაცა ლამაზი ატმოსფერო შევქმნით ჩვენ და ამან მიგვიყვანა მე და მიშა იაელიანი იქამდე, რომ გაგვეკეთებიათ საჭადრაკო სკოლა სოხუმში. და საბჭოთა კავშირში პირველებმა გავაკეთეთ ჩვენ 1999 წელს საჭადრაკო სკოლა და აი ზუსტად აი ამ სკოლის აღსაზრდელებმა ბებერთელა მიღწევებს მიაღწიეს. მაშინ ჩვენ გავიმარჯვეთ საბავშვო საერთაშორისო ტურნირებზე. მაშინ არ ტარდებოდა მსოფლიო და ევროპის პირველობები, როგორც ეხლა არის დასაკომპლექტო ჯგუფებში და გვიწევდა აი ასე პრივატულ შეჯიბრებებზე წასვლა საერთაშორისო ფესტივალებზე. უფრო მეტიც, იმდენად ჩაძირულები ვიყავით ამ ჭადრაკში, რომ პირველი საერთაშორისო ტურნირი ბავშვთა ჩავატარეთ ქუთაისში. ეს დღეს რომ მახსენდება, ეს იყო ფანტასტიკური მოვლენა. დასაწყისშივე მისდან დავისახე, რომ გამეზარდა მსოფლიო ჩემპიონი. ეს ალბათ ყველა დამწყები პედაგოგის ოცნება არის. ალბათ ყველასი. და მოხდა ისე, რომ მართლაც ძალიან ნიჭიერი ბავშვებმა მოიყარეს ჩემს ირგვლივ თავი. მათ შორის გამოვაჩევ, რა თქმა უნდა, სოხუმელი რუსუდან გოლეთიანი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ამერიკაში. რუსუდან გოლეთიანი გახდა ასაკობრივი ჩემპიონატების სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი. ასევე მან მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება. SNG-ს ჩემპიონი გახდა. შემდგომ უფრო მოგვიანებით ამერიკის სამგზის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის და ამერიკის კონტინენტის სამგზის ჩემპიონი არის ამჟამად ქალთა შორის. ეს ძალიან დიდი განზომილების მოჭადრაკე იყო. სამწუხაროდ
ჩვენი ცხოვრების პოლიტიკურმა ბედუგმართობამ გადაისროლა ეს ბავშვი ამერიკაში, თორე ის უსათუოდ ქართულ ჭადრაკს გამოადგებოდა. მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ ჭადრაკის ფედერაცია როდის შეიქმნა, როგორ გაკეთდა რა და ყველა სათვლისწინებლად მიაჩნია 99 წელი. როდესაც მე ამირჩიეს სოხუმში ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად, მაგრამ ეს ასე არ არის. ჭადრაკის ფედერაცია მრავალი ათეული წლის წინ შეიქმნა. მაშინ ჩვენი პირველი იმდროინდელი პრეზიდენტი იყო რაფაელ კაკიაშვილი, რომელიც ახლა ამჟამად იმყოფება ისრაელში. ეს იყო საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში. ძალიან თხოვდა, რომ აი მე უკვე არ შემიძლიაო და მიდი გააგრძელეო ეს ფედერაციის მუშაობებიო და იმ პერიოდში მე აღნიშნე, რომ ერთიანი ვიყავით ყველა. ეხლა რა თქმა უნდა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. თითქმის 20 წელიწადია ვიხვეწები. ეხლა შეიძლება კარგია ვიღაცამ გაიგოს. უამრავი მეცენატი არსებობს ჩვენი კუთხიდან წამოსული ხალხი. ავირჩევთ ფედერაციის პრეზიდენტად ამ ადამიანს, რომელიც გვერდში დაუდგება ჭადრაკს. ჩემი ადგილი მე მაინც მიმაჩნია, რომ არის პედაგოგიკა. ჩემი ადგილი არის ბავშვებთან, რომ საქართველოს სამშობლოს გაუზარდოთ ცოტათი უფრო უკეთესი, ვიდრე ჭადრაკის გარეშე გაიზრდება ბავშვი. ძირითადად დაფიქრული ვარ მე აი ამ სკოლაში ახლა, ეს არის იუნკერთა 52 საჯარო სკოლა, ასევე მოღვაწეობ ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. დღესაც ჩვენ შეჯიბრება ჩავატარეთ აქ და პატარა ასაკის პირველ, მეორე, მესამე კლასელი ბავშვები ამ ორი სკოლიდან იყვნენ აქ მოსულები. დაუჯახეთ სიყვარულით, ჩემი მეუღლე სწავლობდა მაშინ კონსერვატორიაში, დაამთავრა, წამოვიდა სოხუმში, ცხოვრობდით სოხუმში და 8 წელიწადი ასწავლიდა ის ბავშვებს ასევე გულირიფშის მუსიკალურ სკოლაში. უფროსი ვაჟიშვილი ბექა გელენავა, კომპოზიტორი და მომღერალი. შესახდა რომ ამოდის შეთვის რაღაცის გვამინდოდა, მაგრამ არაფერი გამოდის. მე განგების მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ესეთი წარმატებული შვილი მყავს, რომელიც ახლა ამჟამად ევროპაში არის, სწავლობს იქ და მიუხედავად იმისა, რომ მან დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი აქ, არ გაჩერდა ამაზე და აგრძელებს კიდე სწავლას. უმცროსი გოგონა ანა გელენავა, რომელმაც წელს მისაღები გამოცდები კარგად გაიარა და ილია ჯავჯავაძის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. დრო ყველაფრის კურნალი არის ამბობენ და უფალი დაგვეხმარება. ჩვენი დაუბრუნდეთ სოხუმში და აფხაზებს კვლავ ჩავეხუტოთ.